ნონა ქურდოვანიძე საიას თავმჯდომარე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს მზია ამაღლობელის საქმეზე ვისაუბრებთ. საღამოშვიდობისა, ქალბატონ ნონა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, აი დღევანდელი მდგომარეობით, რა არის პირველი რიგის ამოცანები, რომელსაც უნდა მიაღწიოს საზოგადოებამ, რადგან ის შიმშილობს უკვე მე-20 დღეა და ეს კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აგდებს აი ამ საქმის გარშემო რაც ხდება და სამედიცინო თვალსაზრისით და სამართლებრივი თვალსაზრისით რისი გაკეთება არის აუცილებელი და შესაძლებელი აი ამ დღეებში. საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობა ეთერისთვის. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მზია ამაღლობელი არის გავიმეორება ამას, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მზია ამაღლობელი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, მის მიმართ დაწყებულია მართლმსაჯულება, რომელიც პოლიტიკური ხასიათისაა, შინაარსისაა და ეს არ არის იმ ქმედებაზე რეაგირება, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ წარმოადგენს ის, რაც საზოგადოებამ ნახა და ამისთვის პირის დაკავება და მას ღონისძიებების გატარება, რაც მოხდა, იგულისხმება პატიმრობის გამოყენება და მისი შემდგომი გაგრძელება, და ძალაში დატოვება სააპელაციო სასამართლოს მიერ არის სრულიად უსაფუძვლო. ამის ფონზე მზია ამაღლობელი შიმშილობს უკვე, როგორც ახსენეთ, უკვე მე-20 დღეა და რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანა არის მისი ჯანმრთელობა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ის, რომ რაიმე პროცედურა არ გამოგრჩეს მხედველობიდან ისეთი, რომელიც შეუქცევად ზიანს მიაყენებს მზიას. მთავარი ფიქრი ახლა არა სამართლებრივი საკითხებია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გვაქვს, არამედ რა თქმა უნდა მისი ჯანმრთელობა. აქვე საზოგადოებას ვეტყვი იმას, რომ არსებობს სპეციალური წესები, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ციხე ინფორმირებულია, რომ ადამიანი შიმშილობს. მზიამ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, აცნობა ციხეს, იმიტომ რომ ეს ისედაც გასაგები იყო ციხესთვის, მაშინ როდესაც მზია უარს ამბობდა საკვების მიღებაზე და ამის აღრიცხვას აწარმოებდა მეხუთე დაწესებულება ციხეში და შესაბამისად მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ამ ციხეში და საერთოდ ზოგადად დაკავების შემდგომ მზიას არ უჭამია საკვები, არ მიუღია არანაირი საკვები, ის იმყოფება სრულ შიმშილობაზე და იღებს მხოლოდ წყალს. ეს არის შიმშილობის ის ფორმა, რომელიც ურთულესია და რაც უფრო ხანგრძლივად გრძელდება და 20 დღე უკვე საკმაო ხანგრძლივობისა, შესაძლებელია მან გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დაჭირდეს, ან უფრო ქალბატონ ნონა, მოდი ასე დავსვამ შეკითხვას, რისი გაკეთება არის დღეს შესაძლებელი, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და არ აკეთებს და რა უნდა მოვითხოვოთ ჩვენ იმისთვის, რომ მას ეს გავაკეთებინოთ. ისევ და ისევ ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რაზეც თქვენც გაამახვილეთ ყურადღება, რა თქმა უნდა, ეს არის პირველი რიგის ამოცანა ჯანმრთელობის მდგომარეობა. რა უნდა გაკეთდეს და რა არ კეთდება. დიახ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, როგორც ვახსენე, არსებობს პროტოკოლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ციხეში მყოფი პირი შიმშილობს, მას მუდმივი მეთვალყურეობა ჭირდება სამედიცინო თვალსაზრისით, რაც გულისხმობს როგორც შესაბამისი კვლევების ჩატარებას, ასევე მუდმივ შემოწმებას, კომუნიკაციას პატიმართან იმისთვის, რომ არ გამორჩეთ ექიმებს რაიმე ისეთი, რომელიც უკვე არის საგანგაშო ნიშნული იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტისათვის სხვა ტიპის მკურნალობის გაწევა. მათ შორის შეიძლება იყოს სხვაგან გადაყვანა, სადაც შესაბამისი კვლევები ან სამედიცინო პროცედურები შეიძლება ჩაუტარდეს. ჩვენ ვითხოვდით ბევრი აი ამ დროის განმავლობაში ვითხოვდით სამედიცინო დოკუმენტაციას იმისთვის, რომ ქონოდა შესაძლებლობა, როგორ ხდებოდა ამ პროცედურის და პროტოკოლის დაცვა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან და მართლაც სრულდებოდა თუ არა ის პირობები, რასაც კანონი ადგენს. თუმცა ამ დოკუმენტების მიღება გაჭირდა ძალიან და ჩვენ მხოლოდ გუშინ მივიღეთ დოკუმენტების ნაწილი სახალხო დამცველის მეშვეობით და შემდგომ კიდევ ერთი ნაწილი დღეს დამატებით, რომელიც ბოლო დღეების დინამიკას
აჩვენებს სამედიცინო თვალსაზრისით. ერთი შეხედვით ჩანს, რომ არ არის ყველა ის კვლევა ჩატარებული, რომელიც ამ დროისთვის უნდა იყოს ჩატარებული, იმიტომ რომ ქრონიკული სხვა დაავადებების ფონზე არ არის გადამოწმებული სხვა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო დაკვირვების ქვეშ და დაკვირვების პროცესში, მაგრამ ჩვენ იურისტებს არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველა პროცედურა ზედმიწევნით განსაზღვროთ, რა შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ ველოდებით კონსულტაციებს სამედიცინო პირებისგან, ექიმებისაგან დამატებით და ველოდებით გადაგზავნილი გვაქვს მათთან დოკუმენტაცია და ველოდებით მათგან კონსულტაციებს, რომ ამის შემდეგ უკვე საზოგადოებასაც გვაქვს შეიძლება ყოფილიყო გატარებული და რა არ ტარდება. თუმცა ერთი შეხედვით ეს დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციას გულისხმობ და მასში არის ნამდვილად ის ხარვეზები, რომელიც არ არის ყველა ჩატარებული. დიახ, აი რა მაინტერესებს, როდესაც ადამიანი შიმშილობს, მას უკვე მე-20 დღეა, მე-20 დღე იწურება, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არის ვიცით თუ არა რაიმე იმის შესახებ, არის თუ არა ყველაფერი ადგილზე მზად იმისთვის, თუ კი მზია ამაღლობელს დასჭირდება მყისიერი დახმარება. და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ იქვე აღმოუჩინონ მას დახმარება. შეიძლება იმის ფუფუნება არ იყოს, რომ აი კლინიკაში გადაიყვანო. იქვე შეიძლება დასჭირდეს დახმარება და რა ვიცით ამის შესახებ, რამდენად არის მზად ადმინისტრაცია ამისთვის. პირველადი დახმარების მინიმალური სტანდარტები არის სავარაუდოდ დაცული, ამაზე ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, თუმცა თუ იგულისხმება უფრო სისტემური მკურნალობა და სწრაფი ჩარევა, ასეთი არ არის ზოგადად ამ დაწესებულებაში და შესაბამისად თუ რაიმე ბოლო დღეებში არ შეიცვალა და რაიმე არ დაამატეს, მაგრამ ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და არ გვაწვდიან, მანამდე ამის თქმა მიჭირს, რომ იქ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ თუ მოშიმშილე პატიმარი თუ მდგომარეობა სწრაფი დახმარება იყოს შესაძლებელი. ამის თქმა ნამდვილად რატომ არ შეიძლება რომ ამაზე გქონდეს ინფორმაცია? რატომ არ შეიძლება რომ ამაზე გქონდეს ინფორმაცია? ყველა საზოგადოებას გვაინტერესებს, ყველას ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილია მისი დაცვის მხარე, ყველას გვაინტერესებს. არსებობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, როგორ რა ტიპის ბერკეტია ახლა ეს ინსტიტუტი პატიმრების ხელშია, უკანონო დაპატიმრებული ხალხის ხელში. ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ფორმალურად მაინც ხომ არსებობს ეს ინსტიტუტი. რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ ის ცნობები, რომელიც ასე ძალიან გვაინტერესებს და გვაღელვებს? აი მაგალითად იმაზე, რაც ახლა მე ვიკითხე და რაზეც პასუხი არ არის. ყველაფერი არის თუ არა მზადყოფნაში, თუ კი ეს დასჭირდება პატიმარს. აქ არის საუბარი რა ტიპის მზადყოფნაზეა საუბარი და რამდენად კრიტიკულ ჩარევაზეა საუბარი, იმიტომ რომ ისეთი ტიპის ჩარევებისთვის, რომელიც სერიოზულ გართულებებთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს, ასეთი ნამდვილად არ არის ამ დაწესებულებაში. კონკრეტულად რა არის, აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ველოდებით ინფორმაციის დაზუსტებას. აქვე ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ამ დრომდე ჯანდაცვის სექტორიდან არანაირი ესეთი ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს თუ ასეთი გაკეთდა, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ რაიმე ტიპის გამოხმაურება ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, როდესაც ამხელა მღელვარებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ უკანონო პატიმარია მზია და კიდევ სხვა არაერთი ადამიანი, რომელიც ახლა უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ეს საქმე განსაკუთრებით საგანგაშოა აი ამ შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით და კიდევ ერთი გარემოება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და ციხის ექიმებს თუ ისინი ამას უსმენენ, ვთხოვდი რომ ეს აუცილებლად გაითვალისწინონ, იმიტომ რომ როგორც ადვოკატებს, როდესაც ჩვენ ხვდებით მზიას, ასევე სავარაუდოდ ის ექიმებსაც რაღაცნაირად ასე ეუბნება, რომ ის კარგად გრძნობს თავს და სისუსტეს კი გრძნობს, მაგრამ აი ამ მდგომარეობაზე არ ვარ დარწმუნებული, რომ სათანადო განგაში არის თუნდაც იმ ექიმებამდე მიტანილი, რომლებიც მის ყოველდღიურ შემოწმებას ახორციელებენ, იმიტომ რომ მზია ცდილობს, რომ მისი საქმე და ეს შიმშილობა არ იყოს საზოგადოების ყურადღების ქვეშ და ის საუბრობს ამაზე, რომ არის სხვა ბევრი საქმე და სხვა ბევრი პოლიტიკური ნიშნის ერთ შეკითხვასაც დაგისვამთ, ეს ეხება
საგარეო წნეხს, ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ იმყოფებოდით სტრასბურგში, იქაც ისმოდა მზიას გათავისუფლების მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ უკვე გვყავს იმ ტიპის რეჟიმი, რომელიც შორდება აი ამ დასავლურ ინსტიტუტებს და ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო ის, რაც ევროსაბჭოში მოხდა. აქედან გამომდინარე, რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს ეს ბერკეტი, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა საქართველოში როგორც ხელისუფლებებზე ზეწოლის მექანიზმი, მაგრამ ეს განსხვავებული ტიპის ხელისუფლება ეგრეთ წოდებული. განსხვავებული ტიპის არის თავისი მოქმედებები და თავისი საგარეო კურსით. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს რამდენად ქმედითია ეს ბერკეტი, რომელსაც წარსულში მიჩვეული ვიყავით, მაგრამ ახლა არ ვიცი. როგორც ახსენეთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ის რეზოლუცია არის უმკაცრესი, რომელიც მიღებულია და ის ნიშნავს სწორედ ამ ყველაფრის დადასტურებას, რაზეც საზოგადოება ამდენი ხანია წუთს პროტესტი მიმდინარეობს და არაერთი შეფასება არსებობდა. ეს არის უკვე ამ ფორმატშიც დადასტურებული გარემოებები, რატომაც არ მოხდა წარმომადგენლობისთვის შესაბამისი და რატომაც განისაზღვრა ის დრო, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, მათ შორის ახალი არჩევნები, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, არაერთი გამომსვლელი საუბრობდა მზია-ამაღლობელის საქმეზე და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების საქმეზე, როგორც იმის მანიშნებელზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი დემოკრატიულად არ მიმდინარეობს და პირიქით დემოკრატიას ცილდება და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ცილდება ის, რაც ქვეყანაში ხდება და ამის დასტურია ეს რეზოლუცია, თუმცა ამის საპასუხოდ რა რეაქციაც ჰქონდათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, როდესაც მათ თქვეს, რომ ამ ფორმატში საქმიანობას წყვეტენ, ეს არის რა თქმა უნდა გაგრძელება იმისა, რომ პრობლემების აღიარება არ სურს ქართულ ოცნებას, ის არ იმჩნევს იმას, რომ საერთაშორისო ინტეგრაცია ხდება არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე უფლებების დაცვის სტანდარტებიდან გამომდინარე და ყველა იმ თვალსაზრისით, რომელიც საერთაშორისო სფეროში მოქმედებს. ამიტომ ასეთ დროს რა არის ეს იმოქმედებს თუ არა ქართულ ოცნებაზე, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი რაც ხდება ქვეყანაში, პირველ რიგში აქ გასათვალისწინებელია საზოგადოება, რომელიც პროტესტს აგრძელებს. ჩვენ აი ამ ვიზიტზე, სწორედ აი ამ პროტესტზე და ადამიანის უფლებების იმ დარღვევებზე ვსაუბრობდით, ჩვენ შეხვედრებს, რასაც მართავდით, ჩვენი მთავარი სასაუბრო ის რა პრაქტიკას ჰქონდა ადგილი წამების, სისტემური ძალადობის, დარღვევის და პოლიტიკური მართლმსაჯულების კუთხით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. ნონა ქურდოვანიძე, საიას თავმჯდომარე, იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მას დავემშვიდობები.